ამ წუთებში ლიბერტი ბანკის სათაო ოფისთან ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ხვდება პენსიონერებს, საპენსიო სესხებით დაზარალებულ ადამიანებს. მე ახლა მაყურებელს ვაჩვენებ კადრში, რა ვითარება არის ადგილზე. აქ შეკრებილ ადამიანებს მოტანილი აქვთ წარწერები, ოვერდრაფტი ვალის სიცოცხლის ბოლომდე, ლიბერტი ბანკი უდრის კოლ-ცენტრს და მარტოხელა მოხუცები შიმშილობენ. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ისინი მოტყუებული არიან ლიბერტი ბანკისგან, რადგან მათ თავდაპირველად უთხრეს, რომ პროცენტს მისცემდნენ, სესხს მისცემდნენ, უბრალოდ 22%-ში, თუმცა ეს ასე არ მოხდა და მათ სესხები მისცეს 29 და 30%-ში. აქ შეკრებილი ადამიანები ასევე ამბობენ იმასაც, რომ ძალიან დიდი პრობლემაა პენსიონერებისთვის პანდემიის დროს სესხების გახანგრძლივება და ეს ისე გააკეთეს, როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ მათთვის კითხვა ბანკს არ დაუსვამს. სწორედ ამიტომ ახლა საპროტესტო აქცია შეიძლება ასე ითქვას იმართება ლიბერტი ბანკის ცენტრალურ ოფისთან და ეს ადამიანები აპირებენ, რომ განცხადებები შეიტანონ ლიბერტი ბანკში. ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ ოვერდრაფტები, რომელიც მოტყუებით გაუფორმეს პენსიონერებს, სინამდვილეში არ არსებობს და ნებისმიერ პენსიონერს ისინი მზად არიან, რომ შეუცვალონ ოვერდრაფტი, ასე ვთქვათ, ამოუტრიალონ, თუ ესეთი ფაქტი იქნება და პენსიონერი მიაკითხავს მათ და მოითხოვს მათგან ოვერდრაფტის შეცვლას. მეორე ტყუილი, რომელიც რუხაძემ ეთერში განაცხადა, იყო თითქოს პენსიონერებს სესხები აქვთ 22%-ად. ეს არის ტყუილი და მე მინდა მოვითხოვო ლიბერტი ბანკის რომ დაუყოვნებლივ ყველა პენსიონერის სესხის პროცენტი შემცირდეს 22%-მდე, იმიტომ რომ დღეს ისინი გასცემენ სესხებს 29, 30 და 31%-ში. მესამე, ასევე ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი პენსიონერებისთვის არის პანდემიის დროს გახანგრძლივებული სესხები, რომელიც არ კითხეს პენსიონერებს, ისე გაუხანგრძლივეს 2, 3 და 4 წლით. 2019 წელს გამოვიტანე, არც ამიხსნეს თუ ოვერდრაფტი იყო. და მითხრეს, რომ 2021-ში დაამთავრებ. რომ მივედი 2021-ში, არა, ქალბატონო, როგორ გეკეთებათ 2025-შიო. 800 ლარი გამოვიტანე. ესე იგი, და მე კიდე გამოვიტანე 700 და იმ 700 ლარის გამოტანამდე 800 ლარში გადახდილი მაქვს 3225 ლარი. და ახლა მითხრეს 2027-ში უნდა დაამთავრო და ალბათ ერთი იმდენს კიდე გადავიხდი. 2027 წლამდე 85 ლარს მაჭრის და იქიდან წარმოიდგინეთ, ესე იგი ალბათ სადღაც 22 ლარი ძირზე მიდის და დანარჩენი მიდის პროცენტში. ლიბერტი ბანკის სათაო ოფისთან შეკრებილი პენსიონერები რამდენიმე წუთში განცხადებას შეიტანენ ბანკის სათაო ოფისში. მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ, ეს არის ოვერდრაფტების განულება და პროცენტის დაწევა.